მორიგი რუსული დეზინფორმაცია ევროკავშირის საქართველოს ავალდებულებს ქართველთა რაოდენობა 300,000-მდე შემცირდეს. რუსული პროპაგანდაში ასევე პოპულარულია შემდეგი მოსაზრება, რომ ევროკავშირი ითხოვს საქართველომ ჰაგიოგრაფია სასკოლო მასალიდან სრულად ამოიღოს. დეზინფორმაცია თითქოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან ნაკისრი აქვს ვალდებულება ქვეყანაში ეთნიკურად ქართველების რაოდენობა 300,000-მდე შეამციროს. მსგავსი შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს ევროკავშირისგან მართლაც აქვს ნაკისრი რიგი ვალდებულებები, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროში არსად იძებნება მსგავსი ინფორმაცია. ასეთი დეზინფორმაციის დროს აუცილებელი ვიცოდეთ, რომ რეკომენდაციები ორმხრივი ვალდებულებები 500 გვერდიან დოკუმენტშია გაწერილი, თუმცა იქ არსად იძებნება ქართველების შემცირების შესახებ ჩანაწერი. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში გაწერილია დემოკრატიული ცვლილებების, სასამართლოს უზენაესობის, არადისკრიმინაციული მოპყრობის, ეკონომიკური ცვლილებების და ასე შემდეგ კრიტერიუმები. რაც შეეხება მეორე ტყუილს, რომ საქართველომ ჰაგიოგრაფია სასკოლო მასალებიდან სრულად უნდა ამოიღოს. იმის მტკიცება, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოს თხოვს სახელმძღვანელობიდან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ამოიღოს და სკოლა რელიგიური საკითხებისგან იყოს დაცლილი, სრული დეზინფორმაციაა. რეალურად ევროკავშირის რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხს არ ეხება. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ერთ სამთავრობო უწყება. საქმე ის არის, რომ სასწავლო გეგმას განათლების სამინისტრო ადგენს და აღნიშნულ პროცესში ევროკავშირი არ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. სასკოლო კურიკულუმის შედგენაში რა თქმა უნდა არ იღებს მონაწილეობას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, თუ რა ლიტერატურა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. ამასთან აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელობთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციები არ აქვს, მათ შორის არც ქართული ლიტერატურის სწავლებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ევროკავშირს არანაირი შეხება არ აქვს. საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციები ორჯერ მიიღო. 12 რეკომენდაცია საქართველოს 2022 წლის 23 ივნისს მისცეს, მაშინ როდესაც უკრაინა და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ევროპულმა საბჭომ კი საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. 12 პრიორიტეტში არაფერი ნათქვამი განათლების სისტემის შესახებ. რეკომენდაციები კი შემდეგს ეხებოდა: საქართველოში პოლარიზების აღმოფხვრას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობას, მათი დამოუკიდებლობის გაზრდას, საარჩევნო სისტემაზე ეუთო ოდირის ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს დასკვნის გათვალისწინებას, სასამართლო რეფორმას, ელიტარული კორუფციის შემთხვევების გამოძიებას, სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურის გაძლიერებას, დეოლიგარქიზაციას და ჭარბი გავლენების აღმოფხვრას, ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის გაძლიერებას, თავისუფალი მედია გარემოს შექმნას, მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართალწარმოებების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებით განხორციელებას, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების სასწრაფო დაცვას, გენდერული თანასწორობის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას, გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვას, კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს ქართულ მოსამართლეებს მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები გაითვალისწინონ, ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას. 2023 წლის ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ქვეყანამ 9 დათქმაც მიიღო, რომელიც ნაწილი ადრე გაცემულ 12 პირობას აგრძელებდა. ნაწილი კი ახალი იყო, მაგალითად, ახალ რეკომენდაციას წარმოადგენს ევროკავშირის და მისი ღირებულების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლას.